გამარჯობა მეგობრებო, ძალიან უცნაური ინციდენტი უნდა მოგვიყვებს. ევროპის ქვეყანა შვედეთში ერთი ბავშვი დაიბადა გოგო. ეს ყოველდღე როგორც უხარია მამას, დედას ბავშვი, თავისი აი ესე ჩაკოთული ხონდა, გახარებულია თელი დღე. მაგრამ ეს ბავშვი 11 თვის რო გახდა, მაგას თვითონ მშობლებმა რახა რომ გოგოს სასქესო ორგანოები მაგივრად კაცის სასქესო ორგანოები იზრდება. ანუ მიკროპენისი იზრდება გოგოს. შეეშინდა მშობლები და წაიყვანე ბავშვი სამანტყოფოში. სიცხლის ანალიზი რო გაიგებ, გოგოს სიცხლში იპოვეთ ტესტოსტერონი ზედმეტი. ეს ტესტოსტერონი საიდან მოვიდა? დღეს ძალიან მოდაშია მეგობრებო, კაცები იგებენ, ვითომ უნდა კაცი ბევრი იმის გამო, პრობლემების გამო ჰორმონები, ტესტოსტერონის ჰორმონი. ნემსითაც იგებენ, ჯოგი კრემებით იგებ და ამ გოგოს მამა იყენებდა გელე, კრემი, თელი ტანზე, რო ტესტოსტერონი იყო მაგალი, რომელიც წავიდა ამ ბავშვის სიცხლში ნელა-ნელა. ყოველდღე ნელა-ნელა რას ტესტოსტერონი მამა იგებდა, ისევ ესე თავის შვილის სიცხლში წავიდა ეს ტესტოსტერონი და იმ ტესტოსტერონი მაგალის გამო პატარა გოგო გაიზარდა, კაცის ჰორმონებისკენ გადავიდა. ეს რატო გეუბნები მეგობრებო? ყოველთვის როცა იგებ მშობლები ეგეთი თერაპიები, დღეს ბევრი ქალებიც, გოგოები ახალგაზრდა იგებენ თერაპია, რომ გაიზარდოთ ძუძუკები, დიდი ძუძუ იყო, მყერდი იყო დიდი. იმ შემთხვევაშიც ეგეთი ჰორმონი ესტროჯენი ხო არის, ესტროჯენი იყენებენ, რომ დიდი გაიზარდო და თუ ბიჭია იმ შემთხვევაში, თუ ბიჭის სიცხლში წავიდა ეს ჰორმონი და მოხდარა ეს ინციდენტი, რომ მერე ბიჭის პატარა ბავშვს გაიზარდა მყერდი, ანუ არეულობა შეიძლება მოხდე. ჩემი მეგობარი, ერთ-ერთი მეგობარი ინდოეთში მუშაობს გინეკოლოგია და იმასთან ყოველდღე ეგეთი 4-5 შემთხვევა მოდის, როცა ან გოგოს აქვს მაგალი ტესტოსტერონი, ან ბიჭს აქვს მაგალი ესტროჯენი. ეს საიდან მოდის? არის სეზდომები, იმიტომ ახალგაზრდობებში უკვე კაცებს უნდა რომ მაგალი იყო, ზოგი ვარჯიშობ, კუნთები ჭირდება და იგებენ ნემშებისგან, კრემებისგან ეს ტესტოსტერონი და ქალები რა თქმა უნდა ვარჯიშის და კვების გარეშე უნდა დიდი იყო ყველაფერი წინ და უკან, მაგისთვის იგებენ ჰორმონები. ჯერ ერთი ჰორმონული თერაპიები გაკეთებულია იმ შემთხვევაში, როცა ადამიანის ემუქრება, რომ ეგეთი პრობლემებისკენ მიდის, რომელიც მოგვარება არ შეიძლება. ჰორმონები პირდაპირ რო იყენებს, ეს არ შეიძლება. აი როგორ ნახე, მამა ეხუთება თავის ბავშვს და იქ წავიდა და ეგეთი შემთხვევა მოხდა, რომ გოგოს გაიზარდა მერე კაცის ორგანო. მერე ნელ-ნელა კი ეს ჩაქრა, ანუ ეს გოგო ჩვეულებრივად გოგოთ გაიზარდა, მაგრამ ესე არ უნდა ყოფილიყო. ეს ისტორია და სწორი და ეს შემთხვევა იმიტომ მოგიყვები, თუ თქვენ ირგვლივ ან თქვენი შემთხვევა თუ არის ეგეთი, ან თქვენ იგებს ეგეთი თერაპიები, ჰორმონული თერაპიები, პატარა ბავშვები შორს უნდა იყო. კარგად და ჯანმრთელად. არ დაგავიწყდე არქის გამოწერა.